ხალის თემაში, დასისხლიანებაში, მის ძიმე დაზიანებაში ბრალდებული პოლიციელი 5,000 ლარიანი ძირაოს თანაც გაათავისუფლეს. იგივე საქართველოში საოკუპაციო ხელთან ცხოვრები ვეფხია კასრაძე ყველანაირი მიტებულების გარეშე ჰყავს პატიმრობაში და მას აქციაზე გამოსვლის გამო რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. თავისუფლება ვეფხია კასრაძე! თავისუფლება ვეფხია კასრაძე! ფასების სურსათზე და პარლამენტართა ხელფასები. 2025 წლიდან პარლამენტართა ხელფასები 7,000 ლარით გაიზარდა. პენსია კი მხოლოდ 35. იმავე საქართველოში დღეს 19 წლის საბაჯითია. საქმეში არსებული 0 მტკიცებულებით 4 წელი და 6 თვე დატოვეს ციხეში. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! სასამართლომ დღეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 19 წლის საბაჯითია 4 წლით და 6 თვით გაუშვა ციხეში. მაშინ, როდესაც მის საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე პოლიციელიც კი ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია. მაშინ რატომ ძის 19 წლის საბაჯითში თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! სრომეწმეა პოლიცია! არა ლეგიტიმურ მმართველს! არ იქნება სამართალი! არ იქნება შრიკობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება შრიკობა! არ იქნება
საბა ჯიქიას აბსოლუტურად დაუსახურებლად, უსამართლოდ, ყველანაირი არგუმენტის, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე გამოუტანეს განაჩენი 4 წელი და 6 თვე. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ეს უნდა იყოს სტიმული და мотиваცია ჩვენთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ, ზეგ კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ და აუცილებლად დავამარცხოთ ეს სასტიკი რეჟიმი, რომელიც 19 წლის ბიჭს ესე ამორალურად ამაზრზენად ექცევა. როგორც იცით, ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ მთელი საზოგადოება ერთმანეთის და განსაკუთრებით ოჯახის წევრებისადმი სოლიდარულები. ჩვენ გვქონდა თელავში ასეთი სოლიდარობის აქცია მათედევიძისადმი, მათედევიძის ოჯახის მხარდასაჭერად, გვქონდა რუსთავში ასეთივე აქცია გიორგი მინდაძის მხარდასაჭერად და ეხლა ზეგ შაბათს ვიკრიბებით 12 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მივდივართ ზუგდიდში, სადაც საბა ჯიქიას სოლიდარობის აქციას მართავთ და უერთდებით ზუგდიდის საპროტესტო ტალღას, საპროტესტო მუხტს, საპროტესტო მოძრაობას. თქვენ იცით, რომ ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ პროტესტში, წინააღმდეგობაში. იქაური აქტივისტები არიან ჩვენთვის მაგალითი გამორჩეული ადამიანები, მათ შორის როსტო, ჩვენი მეგობარი, რომელიც მასწავლებლის ვიტყვი ამ ჟარგონულ სიტყვას დანოსის გამო იქნა დაპატიმრებული 5 დღით. აი ესეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელსაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და ასწავლის პატრიოტის, აქტივიზმს, ბრძოლას უსამართლობასთან, უთანასწორობასთან, თურმე აღმოჩნდა, რომ ესეთი ტიპის საჩივრებს გზავნის მის ყოფილ მეგობრებზე მათ შორის. ამიტომ ჩვენ ჩავდივართ ერთი მხრივ საბა ჯიქიას სოლიდარობისთვის, მეორე მხრივ როსტოს და იქაური პროტესტის გასამხნევებლად და იქაური პროტესტის მხარდასაჭერად. ამიტომ ზეგ 12 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით ყველას, იქამდე ცხადია ჩვენი პროტესტი გრძელდება და აუცილებლად ეს პროტესტი არის შეუქცევადი და ჩვენ მივახცევთ გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველას და ხვალ გელოდებით ყველას აქ სასამართლოებზე და საზოგადოებრივ აუცილებლად.